რამაზ ჩხიკვაძის 85 წლის იუბილის აღსანიშნავად კი საქართველოს ეროვნული არქივის შენობაში მსახიობის ცხოვრებისა და მოღვაწეობის ამსახველი ფოტო გამოფენა გაიხსნა. ექსპოზიციაზე 85 ნამუშევარი იქნა წარმოდგენილი. გაკეთდა ფოტოალბომი, სადაც გამოფენაზე წარმოდგენილი ყველა ფოტოსურათი შევიდა. გამოფენის გახსნის შემდეგ რამაზ ჩხიკვაძის ოჯახის წევრებმა და ახლობლებმა დიდუბის პანთეონში გადაინაცვლეს, სადაც მსახიობის სულის მოსახსენიებელი პარაკლისიც გადაიხადეს. დიდუბის პანთეონში იმყოფებოდა საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილიც. სიმბოლურად შევარჩიეთ 85 ფოტო. ეს ყველა ფოტო არის ჩვენ ეროვნულ არქივში დაცული. საერთო რაოდენობა არის 450-მდე იმ ფოტოების, რაც რამაზ ჩხიკვაძეს ეხება. ამოვარჩიეთ 85. აქ არის წარმოდგენილი ბატონ რამაზის კინოროლები, თეატრალური როლები, ასევე არის კადრს მიღმა ფოტოები. ეს იყო დიდი ხელოვანი, ეს იყო დიდი ქართველი, ეს იყო დიდი მეგობარი, ეს იყო დიდი გამვლელი, ეს იყო დიდი ნაცნობი, დიდი უცნობი, დიდი ახლობელი და ასეთ იყო რამაზ ჩხიკვაძე. რამაზი იმ ადამიანებს ეკუთვნის, რომელიც წარუსლებას ტოვებს და წარუსლებს რჩება სულსა და ხსოვნაში მას იცნობა. ესე იყო ის ჩემთვის, ჩემი ოჯახისათვის და ესეთი იყო მთელი საქართველოსათვის. მე არასოდეს არ დამავიწყდება ის როლები, რომელსაც ის ასრულებდა. ეს არ იყო იმ კონკრეტულ შემთხვევაში რამაზ ჩხიკვაძე, ეს იყო იმ კონკრეტულ შემთხვევაში ის გმირი, ის პერსონაჟი, რომელსაც ის ასრულებდა.